გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოში ახლა მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ხდება გასქელებული დეტალების დოკუმენტაციაში წარმოება. ანუ თუ მაგალითად აი აქ გვაქვს ესეთი მაგალითი, გვაქვს კარადა, რომლის მარცხენა და მარჯვენა გვერდი არის გასქელებული. და როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნია სქელი მასალა, მაშინ რას ვაკეთებთ ამისთვის? და როგორ ვასქელებთ დეტალებს? და დოკუმენტაციაში ანაირად უნდა შევიტანოთ, რომ მწარმოებელმა ან წარმოების უფროსმა მიხვდეს თუ რა გაუკეთოს ამ დეტალებს. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ შეგვიძლია ეს პროექტი გავაგზავნოთ სერვერზე, აი აქ დავაწყაფუნებთ და ესე იგი გამოვა ესეთი ფანჯარა, სადაც ვუნებით გაგზავნას თოკეის. კი ბატონო, ეხლა შევდივართ ელექტრონულ პოსტაზე და ვეროდებით, როდის მოგვივა დოკუმენტი. მოკლედ მოვიდა ელექტრონულ პოსტაზე ეს დოკუმენტი. პრინციპში გვაქვს აი ეს დოკუმენტი, სადაც ჩვენ ახლა ამ დოკუმენტს გადავიტანთ დესკტოპზე. დესკტოპზე მოვით. ჩავკეთოთ Outlook-ი და გავხსნათ ეს დოკუმენტი. ეს არის ჩვენი დოკუმენტი, რომელიც ახლა მოვიდა ელექტრონულ პოსტაზე. ცოტათი დავაპატარავთ ფაილი და ვნახოთ რა გვაქვს ამ ფაილში. ესე იგი, ეს ცოტათი შევწიოთ აქ, რომ ყველა ის არ ქონდეს ესეც. და ეხლა ვნახოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გასქელება მოვიყვანოთ წესრიგში. ესენი გავაგვიდოთ, რომ კარგად ჩანდეს სამუშაო პროცესისთვის. ბატონო და ესეც. ბატონო, აქ გვაქვს ჩვენ ახლა აი დოუბლე პანელი. ეს დოუბლე პანელი არის ზუსტად აღნიშნავს გასქელებას. და როგორ უნდა მივუთითოთ ჩვენ აქ, რომ ეს დეტალები არის გასქელებული დეტალები. პრინციპში პროგრამამ ავტომატურად გამოგვიგზავნა გაფერადებული აი ეს ნაწილი, სადაც აქ წერია გვერდი ბოკლევი, ბოკლევი, ანუ ქართულად ვთქვათ, მარცხენა გვერდი და მარჯვენა გვერდი 36 მმ არის ეს გვერდები, მაგრამ ჩვენ 36 მმ-იანი, რა თქმა უნდა, მასალა არ გაგვაჩნია, ამიტომ მიძულებული ვართ, რომ 2-18-იანი გავასქელოთ, ხო? კარგით, მოდით ესეთი რამ გავაკეთოთ. ეხლა დავდგეთ აი ესე, დავამატოთ ერთი სტრიქონი და რას გავაკეთოთ ამისთვის? ესე იგი, აი ამ დეტალს დავაწეროთ დოუბლე, ნახეთ, დოუბლე 1. დოუბლე 1 ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვასქელებთ მთლიანი დეტალებით, ანუ მთლიან აი ამ ზომას ვადებთ მეორე ზომას. ამიტომ ეს შეგვიძლია მთლიანად აი ესე დავაკოპიროთ. აი ესე უთხრათ copy და უთხრათ paste. ხო, კი ბატონო. აქ გვაქვს თითო და ეს გადავაკეთოთ 18-ად. 18 და ქვედაც 18. 18-ად. ანუ 2-18-იანი და აქ ვეუბნებით, რომ დოუბლე 1. მაგრამ აკი ჩვენ ამას ვასქელებთ, ხო, აუცილებლად უნდა შეიცვალოს წიბოც. ეხლა ჩვენ გვაქვს აქ H1354, ხო? ისე იგი მოდით გამოვიტანოთ შაბლონი, მასალების შაბლონი, შევიდეთ ეგერში და Ctrl+F-ით გამოვიტანოთ. აბა ერთხელ კიდევ ვნახოთ რა გვაქვს იქ. ესე იგი H1354.
h 13.44, ხო? ესე იგი ისევ გადავდივართ ჩვენს Excel-ის შაბლონში და ეუბნებით twins. ალბათონო აგერ არის. ეს არის მასალა. აგერ არის მეორე, ბატონო და აგერ არის 2.42-ზე. ესე იგი ამას დავაკოპირებთ, ესე ვეუბნებით კოპის. აი პრინციპში აი მუშაობა ძალიან უნდა გაიმარტივოთ, რომ მოძებნოთ წიბოებიც და ჩასვათ აქ. და ეს წიბო ჩავშვათ მოკლედ აი აქ პირველ სტრიმაში. paste ვეუბნებით. ნუ აქ დავდგეთ აი აქ და დავაყენოთ ესე შუაზე ეს ჩვენი წარწერები და კიდე რას ვაკეთებთ? აუცილებლად ეს რაკი 2 მმ-იანი აქ ვწერთ 2-ს და 2-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ 4 მხრიდან 2 მმ-იანი კროპკით უნდა დაწიბოვდეს და რაკი 4 მხრიდან წიბოვდება, ხო? მაშინ აქაც უნდა ჩავშვათ. ნუ ეს დავაკოპიროთ. კოპის ვეუბნებით და აი ეს უნდა მოვნიშნოთ, არავითარ შემთხვევაში სხვანაირად უნდა აუცილებლად დავაკოპიროთ და მერე გადავიტანოთ აი აქ. კი ბატონო, ეს გავაკეთეთ. აი ესენი აღარ წიბოვდება მეორე დეტალი და ვშლით აი ამას და ნუ პრინციპში აქ ყველაფერი გასაგები არის ჩვენთვის, რომ ფაქტიურად ეს ერთი და იმავე ზომის ორი დეტალი არის, ერთმანეთზე შეწებდება, დოუბლე ერთი მაგას ნიშნავს, რომ უნდა შეწებდეს ერთმანეთზე და მერე ხდება დაწიბოვება ამ დეტალების. კი ბატონო, პრინციპში აქ ეხლა ჩვენ დავჭა ეს მეორე დეტალი, გასარკვევით თუ რა ვშვებით ამ დეტალზე და მოკლედ ამასაც ჩაუწეროთ 18 მმ, აი აქ. და მოდი ვნახოთ ეხლა რა ზომები გვინდა. მოდით ესევე ესეც დავაკოპიროთ. კოპი და გადავიტანოთ, ეუბნებით paste და მივიღეთ ესეთი რამ და კიდევ ერთხელ. და რატომ ეხლა მაგასაც აგიხსნით. აქ ჩვენ ამას ვუწერთ, მოდით ეს კოპი და გადმოვიტანოთ აქ როგორც ვიწერიათ paste და დოუბლე 2. კი ბატონო, დოუბლე 2 ნიშნავს, როდესაც ჩვენ გასხელებას ვაკეთებთ დეტალის პლანკებით. მაგრამ პლანკებით ვაკეთებთ გასხელებას, ეს პირველი დეტალი, რა თქმა უნდა, აი ეს ზომა არის და მერე ვიღებთ, ესე იგი, აქაც უნდა მოხდეს აი ამის დაკოპირება, კოპის ვეუბნებით და სამივე აი ეს კოპი გადმოდის, paste, ანუ ისევ ამ წიბოს ვირჩევთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთნაირი წიბო არის 2 მმ-იანი, მაგრამ ეხლა ვარკვევთ თუ რა უნდა გავუკეთოთ ამ დეტალებს. ესე იგი, ამ დეტალებთან დაკავშირებით გვაქვს 2100, კი ბატონო, სიგრძე. ეს არის მოდი ავიღოთ 100-ზე სიგანე და ეს იქნება 2 ცალი დეტალი. 2 ცალი გრძელი პლანკა, ხო? ამ 2 ცალი გრძელი, ხო, მერე დაწიბოვება, მერე ვნახოთ. აი ეს როგორი იქნება? ესე იგი, მოდი ვთქვათ ახლა, რომ ეს არის 450, ხო? სიგანეში. ამიტომ სიგანეში მიდის 2 პატარა პლანკა, მაგრამ ზომა მისი იქნება ეს უდრის აი ამას 450-ს მინუს 100 და მინუს კიდევ 100. გაწევთ, მინუსი დაგვავეცდა მინუს 100 და ენტერი. ანუ ეს გამოვა 250-იანი სიგრძის პლანკა და მისი სიგანე იქნება აქაც 100. ეს კი ბატონო. ეხლა ვთქვათ როგორ წიბოვდება ესენი. ესე იგი, აი ეს წიბოვდება შიდა მხრიდან. ეს აქ იქნება ყველგან 2 გვაქვს მანდ, კი ბატონო. 2, მერე 2, მერე 2 და მერე 2. აქაც ესე უნდა ჩაიწეროს, ხო?
2 მმ-იანებია და აქ როგორც ჩავწერეთ ეს. აი აქ ეხლა თვითონ ეს ამთიანი დეტალი. ეს არის შიდა პლანკა, ხო? ამ პლანკას წიბოვდება მხოლოდ მეორე მხარე. ესე იგი, აი ეს მხარე და თან ეს არის ერთი ცალი უკაცრავად, აი აქ სწორად ესე ჩავწეროთ და ეს იქნება პლანკა იქნება 2 ცალი. კი ბატონო. აქაც ხო სწორად გვიწერია ჩვენ. ერთი ცალი, ესეც ერთი ცალი, აქ იქნება 2 ცალი, ხო? კი ბატონო. აქ ჩვენ გვექნება, ესე იგი, აქ იქნება 0, ამაზე, აქ იქნება ეხლა ვნახოთ ეს რამდენ მილიმეტრიანები გვაქვს კიდევ. ეს იყო 2-იანი 2.52-ზე, კიდევ ვნახოთ. მოდი ვნახოთ თავიდან. 2.22-ზე. 2.52-ზე. და მეტი სხვა ზომა არ გვაქვს, ანუ უნდა ავიღოთ 2.22-ზე. მეტი სხვა გზა არ გვაქვს. კი ბატონო, ავიღოთ 2.22-ზე. მოიძულებული ვართ აქ სხვა წიბო არ გვაქვს, ავირჩიოთ ეს. ან შეგიძლიათ სხვა ფერის წიბო აიღოთ, მაგრამ ეხლა მე არ დავიწყებ მაგის რჩევას, ამიტომ ვირჩევ ამ წიბოს, ხო? ვეუბნები, ესე იგი, გადავდივარ კიდევ აი აქ და აქ რაკი 0 გვაქვს, აქ ჩავშვა აი ამ წიბოს, paste ვეუბნები. ნუ ეს ძალიან საყურადღებო არის, კი ბატონო, აქაც 2 მმ-იანს ვაკეთებთ და ეს დანარჩენი 0 არის. 0-ები არის აქ, კი ბატონო. აი ესე, ანუ ეს წიბოვდება ცალი მხრიდან, მეორე სიგრძის მხრიდან და აი ეს ვნახოთ ეხლა როგორ წიბოვდება. ესეც წიბოვდება ესევე 2-იანით, აი ესე, კი ბატონო. ეს არის, ესეც 2 ცალი არის. 2 ცალი დეტალი არის, ესეც 2, ეს არის 2 ეს. და აქ 0-ები გვექნება. 0, და ბატონო. ხო, და აქაც უნდა გადავიტანოთ აი 2 აქ delete ვეუბნებით. აქ ვეუბნებით copies და paste. აი ესე, paste და აქაც ვეუბნებით delete. ანუ ეს დეტალები სულ ყველა დაწიბოვება ხდება მხოლოდ ცალი მხრიდან. შიდა მხრიდან, მოდი ესე ვთქვათ, ეს დეტალები რო დაეყრება ამ მთავარ დეტალს, პლანკები, რო გადმოატრიალებთ და შიდა მხრიდან არ უნდა ჩანდეს ალბათ ლამინირებული DSP, ხო? და ამიტომ უნდა დაწიბოვდეს, რომ ესთეტიურად სუფთა იყოს. და ამიტომ გავაკეთეთ აი ესე, ხო? კი ბატონო, და დანარჩენი გარეთა მხარეები არ წიბოვდება, იმიტომ რომ მერე მთლიანად ეყრობა ეს წიბო გასქელებულზე და უკვე გამოდის ლამაზად და კარგად. კარგით, ეს მოკლედ მივიღეთ აი ესე, დავამახსოვრებინოთ ახლა ეს ჩვენ ეს ფაილი, დავიმახსოვროთ, გამოვიდეთ აქედან. ეხლა შევიდეთ Innova Georgia's dashboard-ზე. გადავდივართ dashboard-ზე. აქ გვაქვს ტრიკად პროექტები. ავიღოთ რაიმე პროექტი, სახელით ავარქვათ მას კარადა, კი ბატონო. შემდეგ ეს Excel-ის ფაილი გვაქვს desktop-ზე, ხო? ეს იყო მე მგონი აი ეს ორდერი, კი ბატონო. და უთხრათ შენახვა. აი ნახეთ დოუბლე 1 და დოუბლე 2 როგორ გამოჩნდა აქ. ეხლა აქ ვაწყობთ ამ relax, ვეუბნებით ოპტიმიზაციის გაშვებას, yes.
და ვნახოთ რა დაგვითვალო. კი ბატონო, აი დაგვითვალა, რომ ერთი შეწებება არის დოუბლე 1, ერთი შეწებება არის დოუბლე 2, ხო? დაგვითვალა ასევე წიბოები, თუ ნახეთ 2 მმ-იანი სისქის 2.42-ზე გვინდა 10.6 მეტრა, 2.22-ზე 4.9 მეტრი. კი ბატონო, კარგით, მე მგონი აქ უკვე ყველაფერი გასაგებია, დათვალა აბსოლუტურად ყველა მასალა, თუ რაც გქონდა ჩვენ არჩეული, დაგვითვალა წიბოები, გასქედებული წიბოებიც და შემდგომი, ასე ვთქვათ, დათვლისთვის, ვიცით, რომ დოუბლე 1 განფასებული გვაქვს რა ღირს, დოუბლე 2 განფასებული გვაქვს რა ღირს და, ნუ, ყველა პოზიცია არის დათვლილი. მოკლედ, ამით აი ამ მე ვიდეოს ვასრულებ და გემშვიდობებით.